Გამარჯვებს ყველას. Ეხლა ამ დღეებში ამ სასამართლოებზე ისეთი ამბები ხდება, ისეთ რაღაცებზე მიდიან ეს ჩვენი მოსამართლეები, რომ უკვე რაღაცა გაკვირვების უნარიც დავკარგე უკვე და გამახსენდა ერთი ჩემი საყვარელი ნაწარმოები, რომელსაც ქვია ედემის აღმოსავლეთით. ეს არის ჯონ სტეინბეკის ცნობილი რომანი. სადაც არის ერთი პერსონაჟი, პატარა პერსონაჟი რა, პატარა იმ მხრივ, რომ მთავარი პერსონაჟი არ არის, პატარა მონაკვეთში ჩნდება ერთ მომენტში ცოტა ხნით. ეს არის მოსამართლე, რომელიც არის უკიდურესად პატიოსანი. აი იმდენად პატიოსანი, რომ ქვეყანაზე არაფრის დიდებით და არაფრის სანაცვლოდ არ იტყვის უარს სამართლიანობაზე. და განიხილება მკვლელობის საქმე. და ეს საკმაოდ ხმამაღალი მკვლელობა მოხდა იმ ქალაქში და ყველა ეძებს მკვლელს. ხო და პოლიციელი გამომძიებელი იმდენად არის მონდომებული, იმდენად უნდა რომ ეს დანაშაული გახსნილად ჩაეთვალოს, რომ უკვე აღარ აქცევს ყურადღებას რეალურად დამნაშავეა თუ არა ადამიანი და იპოვის ვიღაც სულით ავადმყოფ უსახლკარო ტიპს, რომელიც ყველაფერზე თავს უქნევს, ათქმევინებს, რომ ხო მე ჩავიდინე ეს მკვლელობა და მიიყვანს სასამართლოზე. სასამართლოზე ეს მოსამართლე რამდენიმე შეკითხვას დაუსვავს ამ ბრალდებულს და ურთიერთგამომრიცხავ პასუხებს რომ მიიღებს, ყველაფერს მიხვდება და გაათავისუფლებს დარბაზიდან. და მერე პოლიციელს მიმართავს ეს მოსამართლე და ეუბნება, რომ შვილო მომისმინეო, სასამართლოს მიზანი არის არა იმდენად დამნაშავის დასჯა, რამდენადაც ის, რომ უდანაშაულო ადამიანი ტყუილა უბრალოდ არ დაიჩაგროს. აი ეს მეორე უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე დამნაშავის დასჯა. აი ეს ჩამრჩა რაღაცნაირად გონებაში და ამ დღეებში ამომიტივტივდა. სამწუხაროდ ჩვენ ესეთი მოსამართლეები არ გვყავს.